მოგესალმებით. მოგესალმებით, რომ დინამიკურად საკრებულოს ხელმძღვანელობიდან უფლებამოსილება შეუძლეთ საკრებულოს წევრ თემურ საუბარს თავისივე განცხადების საფუძველზე. შესაბამისად მოთხოვნა გაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა მათ მხრიდან წარმოდგენილი ყოფილიყო თემურ საუბარს ადგილ-მონაცვლე. 30 ნოემბერს მიღებული იქნა ოზურგეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 22 განკარგულება, რომლის თანახმადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საარჩევნო ბლოკ ალიანსი საქართველოს პარტიული სიით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის თეიმურა სალუქაძის, რომელიც პარტიულ სიაში ნომერ პირველი იყო, ადგილ-მონაცვლედ ამავე პარტიის პარტიული სიით იქით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი დიმიტრი კვერღელიძე იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად მომზადდა საკრებულოს განკარგულების პროექტი გამოკლებული წევრის თეიმურა სალუქაძის ადგილ-მონაცვლედ საკრებულოში უფლებამოსილება იცნობს დიმიტრი კვერღელიძე. Ρωτოთ საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების ცნობის შესახებ განკარგულების მიღების თაობაზე კენჭი უყაროთ ბატონი დიმიტრი კვერღელიძის საკრებულოს წევრობას ბატონ დიმიტრი ზულოცავ მოგესალმებით. დიდი მადლობა ხარდაჭერისათვის. პირველ რიგში მეგობრებო, დიდი მადლობა მინდა გადავხადო ბატონ თემურ სალუქაძეს მისი ნაყოფიერი მუშაობისათვის საკრებულოში და წარმატებები მინდა უსურვო მას როგორც პოლიტიკურ საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში. რაც შეეხება ბატონი ალეკოს მიერ არაერთგზის გაჟღერებულ წინადადებებს, როგორც პრესაში, ისე ჩემთან საუბარში, რომ ის არის ხალხის მიერ არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე, მე მინდა მას გამომართო და ხალხს მას საკრებულოს თავმჯდომარედ ის არ აურჩევია. საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეთ თქვენ საკრებულომ, რომელიც ბატონმა ალეკომ მისი თავმჯდომარეობის 2 წელნახევარ პერიოდში ეს საკრებულო დააცილდა მთავარ პრინციპს, რასაც ევროპული ქარტია თვითმმართველობის შესახებ ითვალისწინებს. და რა არის ეს პრინციპები? ეს პრინციპები არის ის, რომ საკრებულო არ იყო მთელი ახლის განმავლობაში დამოუკიდებელი, საკრებულო მთელი ახლის განმავლობაში არ იყო საჯარო, საკრებულო მთელი ახლის განმავლობაში არ იყო ხალხთან ანგარიშვალდებული და საკრებულო მთელი ახლის განმავლობაში არ იყო ანგარიშვალდებული ხალხთან. და საკრებულო მთელი ხის განმავლობაში არ აბალებდა ანგარიშს ხალხს, იმ ხალხს, რომელმაც მთლიანად ეს საკრებულო აირჩია. და ყველაზე მთავარი პრინციპი, რაც არის საკრებულო დამოუკიდებლად არ იღებდა და კონტროლს არ უწევდა მთავარ საფინანსო დოქუმენტს, რასაც ბიუჯეტი ქვია. ამიტომ აუცილებელია, რომ საკრებულოში, როგორც ლეგიტიმურ ორგანოში, გაიზარდოს მოსახლეობის და ხალხის ჩართულობა, გაიზარდოს მასმედიის ჩართულობა საკრებულოში, ღია გახდეს საკრებულოს მუშაობა იმისათვის, რომ ხალხი მეტად ინფორმირებული იყოს ყველა იმ პროცესებში, რაც ამ საკრებულოში ხდება. ამიტომ მე მინდა ბატონ ალეკოს შევახსენო, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკური გუნდს და არის იმ პოლიტიკური გუნდის ხარდაჭერი, რომელმაც 2012 წლის არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები წააგო შემდეგი მიზეზების გამო. ბიზნესის წართმევის გამო, ფინანსური მონოპოლიების გამო. სახელმწიფო როგორ ბატონ დიმიტრი, დავამთავრდო შეიძლება. მე მეთქი მიესალმება და სახელმწიფო ელიტის მცირე ჯგუფის Dima gaamteli je ar khashe cheuli ar gamoxomet. სახელმწიფო ელიტის მცირე ჯგუფის უცებ შტამბეშტავად და საეჭვო გამდიდრების გამო. პოლის უპასუხისმგებლო ხარჯვის გამო და რაც ყველაზე აქტუალურია
ცოცხების არამიზნობრივად ხმარების გამო. და თავარი ბატონო ვალეკო. ბატონო ვალეკო, ან თავარია. შეგახსენებთ რომ თქვენ ხართ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თქვენ ხართ იმ ადამიანის პროტეჟე, რომელიც წლების განმავლობაში რომელიც რამაზ ნიკოლაიშვილი ქრიოდა, რომელმაც ოზურგეთს თავი დაამახსოვრა თავისი უზნეობით, თავი დაამახსოვრა თავისი ბიცსიტყოობით და რომელიც ბატონო ვალეკო ახლა რომ მისწორებთ მე თქვენ ამას, რომელიც თქვენ საკუთარ თავზე გიწვდით ბევრჯერ ეს ბიცსიტყოობა ალბათ ეს რო იცოდეთ და ჯობია რომ არ შემაწყვეტებთ რაც საკითხი დაუბრუნდეთ საკითხი არის ის სპაზიოთ არ არის მეთქი გამოხვალეთ და პირველად წარდგე საკრებულოს წინაშე ჩვენ ფიქრობთ რომ ისი რომ რაღაცები გავცვალოთ ვისაუბროთ და ბატონო დაამთავრეთ შეიძლება აი ტრიბუნა პრობლემა არ არის ისაუბრეთ მაგრამ ეს კიდევ ერთხელ იმაზე მოქმედებს თქვენ გაგიზიანებთ განსხვავებული აზრი ეს კიდევ ერთხელ იმაზე მოქმედებს რა და ამიტომ თქვენ პოლიტიკურ გუნდს თქვენ იმის მაგერად ბატონო ვალეკო რომ ფიქრობდეთ რომ როგორ მოიზიდოთ სახსრება იმის მაგერად რომ ფიქრობდეთ იაროთ ფინანსის სამინისტროში იაროთ სოციალური სამინისტროში იმის მაგერად დადიხართ თქვენ პოლიტიკურ პოსტებთან და თქვენ სკამის გამაგრების რეზერვს ფიქრობთ იმის მაგერად თქვენ რომ ბიუჯეტზე ფიქრობთ როგორც მაქვს ინფორმაცია ეს თქვენს ბრძანთ რომ ყველაზე აქტუალურ პერიოდში სადაც საბუჯეტო თქვენქვია ვიდიხარ ბიურინებაში და ეს ბიუჯეტი რომელიც 10 დეკემბერში მომდევნო გასაქმებლად თქვენ ამ დროს საკრებულოში არ იქნება ეს ხომ არის ბატონო ვალეკო თემა რა თემა მგონი ეს თემა არის ხო ეს ერთი ახლა თავარი ბატონო ვალეკო თავარი კიდევ რაღაცას მოყვები და გისმენ მაინტერესებს აბა სანამდე წავა კიდევ ერთხელ გეუბნები უგაგიზიანდები უგაგიზიან განსხვავებული აზრი არ გვაგზია პასუხს თავარი რაც მინდა გითხრა თუ პრობლემა არ არის ბატონო მაშინ მე ერთხელ გირჩევთ თქვენ თუ არ გაინტერესებთ ის ყველა პირობები რომელიც თქვენ შეიძლება თქვენ ამაზე გაგახსენებთ რომ ბევრი კითხვები აქვს საზოგადოებრივ თქვენთან და ბევრი კითხვები ექნება მომავალშიც და ამიტომ მე თქვენ გირჩევთ როგორც ბატონო ვალეკო თამაშვის მე დიმიტრი პერგელიძე ერთადერთი საკრებულოს წევრი რომელიც წარმოადგენს კოალიციას მიძინა ივანიშვილს გირჩევთ რომ სასწრაფოდ ბატონოს თქვენი თანამდებობა და ყველა ოზურგეთ თემა ოზურგეთმა მათ შორის თქვენთან ერთად ისე აი ხმოს ქართული ოცნება აი ამას გირჩევთ მე თქვენ ძალიან საინტერესოა სხვა ეს აპორტება რომელიც უნდა ახლა მოგისმენთ თამარჩენს რა თქვენ მოგისმენთ თამარჩენს კი ბატონო აუცილებლად მადლობ, კარგი არის, მე ვფიქრობ, რომ განსხვავებულად უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, ვფიქრობ იმასაც და დამერწმუნებით ეს უნდა იყოს სარჩოებში. ასოთის გაცემა ყოველთვის შესაძლებელი არის ნებისმიერ სიტყვაზე, რაც კი შეიძლება ბატონო დიმიტრის შეეცანა. ამდენად უსმენ პატივისცემ ყველა მოსაზრებას, რომელიც აქ გამოიწვება და თუკი საჭიროა პოლემიკა მაგისტრისად მზად ვარ. შეიძლება გამორჩა რაიმე ბატონ დიმიტრის. ეს დიმიტრის გამორჩა რა, მე მინდა ვესალმო დიმიტრის შემოგზანება ჩვენ საკრებულოში. და მინდა დაულოცო სა ბატონ დიმიტრის გამძლეობა უსურვო და მოთმინება უსურვო პირველ რიგში და ის მიზნები რაც ახლანდელ ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, კოალიციას აქვს საქართველოს საკეთილდღეოდ, ჩვენი რაიონის საკეთილდღეოდ, სწორედ ასეთმა ადამიანებმა და სწორედ კადრებმა, რომლებიც ქართულმა ოცნებამ წარმოუშვა, მათ უნდა გააგრძელონ და არა იმან, რომ ეხლა აქ პოლემიკებს ვისმენდი და მე უბრალოდ მიჩვეული ვარ, ახლა დიმიტრი არ არის მიჩვეული ასეთ რამეს. ბატონო ვალეკო არასწორი არაფერი არ უთქვია დიმიტრის, ეს ისა რასაც მე მთელი ამ ხნის განმავლობაში გეუბნებოდით, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ წარია საერთოდ ისა და ეს მე თქვენი არ მიგვირს, იმიტომ რომ თქვენ იმ სკამზე ძალიან კარგად რამდენი დღეს მესამე განგებლის არჩევნებია. თქვენ ეს ყველა გამოიარეთ და უბრალოდ ალბათ გეგმებში ძალიან ბევრი რამე სხვა გაქვთ, მაგრამ მე გარწმუნებთ რომ თქვენ ძალიან მალე დატოვებთ მაგ სკამს. არა, თქვენ შეიძლება ვიღაცებისგან გარანტიები გაქვთ, მაგრამ ეს ვიღაცები საერთოდ ვინაა ეს საკითხავია. ანუ ხალხონელა მე კონსულტაცია თქვენგანაც თქვენ წარმატებებს გისურვებთ ისე როგორც თავს და ჩვენს კოლეგებს უსურვებთ, მინდა შემდეგ საკითხზე გადავიდეთ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ილია ვაშახმაძის თანამდებობიდან განთავისუფლების გამო საკრებულოს თავმჯდომარისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ მინდა გითხრათ, რომ ორშაბათს 3 დეკემბერს შემოვიდა განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბატონი ილია ვაშახმაძის მიერ სამსახურიდან დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. როგორც კანონით არის გათვალისწინებული, საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით ახდენს გამგებლის დანიშვნას და გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას. სანამ კენჭისყრაზე გავიდოდეს ეს საკითხი, მინდა უთხრა ბატონ ილიას დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის, რომელიც ჩვენ აღმასრულებელმა და საკანონმდებლო წარმომადგენლობითმა ორგანომ ერთად გავატარეთ უახლოესი წელიწადზე მეტი დროით. ვთვლი, რომ ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ბატონ ილიას მუშაობა, რთულ პერიოდში, იმიტომ რომ საწყისი ეტაპი იყო მართლაც მძიმე მორალურად და ვფიქრობ, რომ მან ამ ადამიანმა შეძლო, რომ 2011 წელი, ასე 2012 წელი თავისი ძირითადი ვალდებულება, რაც არის საფინანსო დოკუმენტის ვალდებულების შესრულება, ანუ გეგმის შესრულება, თანამშრომლობა საზოგადოებასთან, სოფლის ხალხმრავალი პროგრამების განხორციელება, ხალხის ჩართულობა, ეს აქტივობები ბატონმა ილიამ წარმატებით შეასრულა. დარწმუნებული ვერგეთ განცხადება ხელთ მაქვს, შეგიძლიათ რომ თქვენც გაეცნოთ. ილია არის საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის გზას, წარმატებულ გზას ნამდვილად იპოვის ამ ცხოვრებაში. ეხლა მინდა უთხოვო საკრებულოს წევრებს, კენჭი უყაროთ. საკრებულოს თავმჯდომარე, გონჯერჯერობით რა. ხო, ერთად შეიძლება მომისმენთ რა. მოსმენის კულტურა იქნება ძალიან ხო რა. ხო, შეიძლება თქვენ მასე მაინტერესებს ბატონო ილია რა თუცა განცხადება. განცხადებაში მითითებული ხოთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან. და თქვენ სხვა საუბარი არ გქონიათ? რა გქონია ნამდვილად. მაშინ მე გაგახსენებთ აბა რა საუბარი ქონდა ბატონო. ძალიან. თავარი მიზეზი როგორც არის ბატონო ილიას თანამდებობის ის არის რომ ის დაბარებული იქნა პროკურატურაში და მას ედავებიან იმაზე რომ ის გადააჭრა თავისუფლად მოსილებები, იმიტომ რომ ის საარჩევნო შტაბში იყო ჩართული. მაგრამ შეგახსენებთ ბატონო რომ ეს მას ეს ნაბიჯი თქვენთან შეთანხმების გარეშე არ გადაუდგია და თქვენს სოთაშორის იმ ჩანაწერზე რომელიც გადაღებულია 24 მაისს, თქვენს ბრძანდებოდით მის გვერდზე და ამასაც შეგახსენებთ, რომ მთელი ამ 2 თვის განმავლობაში ეს საკრებული გადაქცეული ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის შტაბ-კვარტირად და ეს დარღვევა თუ დანაშაული არა. და ეს თქვენ ეს თქვენ გაითვალისწინოთ რა. და მომისმენთ ბატონო ალეკო, ძალიან გთხოვ, ეს თქვენ გამოიწვიეს პროვოცირება საკუთარი თავს რა. მომისმენთ ბარტყების სროლას თავი დაანებეთ, ძალიან გთხოვ რა. და პირველად ბარტყების სროლას თავი დაანებეთ რა. და კიდევ ერთხელ გირჩევთ, თქვენი სწორი და ერთადერთი თუ შეიძლება დამთავრებით თუ შეიძლება დამთავრებით ძალიან გთხოვ რა. ბატონო დიმიტრი, თქვენ ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ერთი წუთი. ამდენი ხანი გისმინეთ, ბატონო დიმიტრი, ძალიან გთხოვ, ჩვენ მივესალმეთ, რომ თქვენ შემოხვედეთ საკრებულოში. ადგილი მონაცვლეობა. ყველაფერს მოგისმინეთ ძალიან კარგად, თუმცა არ ვღებულობთ, მე მგონი ეს ჩვენ ადამიანები ვართ, ვინც აგვირჩია საზოგადოებამ და ნამდვილად აი ღირსებაზე იმოგა ბატონო დიმიტრი, ძალიან გთხოვ რა. ყველასთან გაქვთ პრეტენზია, მე ვატყობ და ნამდვილად ავთვლით არც ერთი საკრებულოს წევრი თავს დამნაშავეთ და ხალხს არ დავცილები ვართ ჩვენ საზოგადოება და ჩვენ ხალხმა აგვიჩნევთ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ყველანი. არა აქვს გათვითცნობიერებული საკრებულოს თავმჯდომარე ავირჩიეთ თითეულმა ჩვენთაგან. ასე იყო ეს და საკრებულოს თავმჯდომარე იმის რომ თქვა გამგებელს ვისჩევთ და არ ვინდოდა რომ იმ სიტუაციაში დასულიყო ეს ხდომა და ალბათ ვიღაცას უნდა პროვოცირება.
მოსაკმო იყო აკადემიური პიროვნება, როცა მან ყველაფერი კარგად გააკეთა იგივე ბიუჯეტთან მიმართებაში, სოფლის პროგრამებში, მაშინ კითხვები იბადება, თუ ეს პიროვნება ასეთი კარგი იყო, რატო წავიდა თანამდებობიდან და რატო ზიხარ თქვენ მაგ, რატო ზის გუბერნატორი თავის კამზე? კითხვებია და ეს გვაინტერესებს ჩვენ და ეხლა შაკო რამდენი გინავს რა არ მოეწოდება ჩვენი თქვი ბოდიში რა. კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მაშინ ყველამ უნდა დატოვოს თანამდებობები, გუბერნატორმაც თქვენც უნდა დატოვოთ, მორალი უნდა გქონდეთ იმით, რომ ხალხს, რომელსაც მოღალატეებს ეძახოდით, რომელსაც აგენტებს ეძახოდით, დღეს იმ ხელისუფლების წარმომადგენელს განგებლად ირჩევთ. აი ეს არის თავარი. ცოტა დაასწარი მოვლენი. არა, არაფერს არა დავასწარი. როგორ დავასწარი გასულ? თქვენ უკვე აღნიშნეთ მაგი რესტორან ქალაქურში. გუშინდელისა რა გვია? ხო. თქვენ მე დავასწარი? მე კი არ დავასწარი, თქვენ დაასწარი. ალბათ, აი მეორე საკითხი საუბრობ. გაზილობიანი ხარ, დღესაც ბევრ მადლობას ვიზახ. განსაკუთრებაზე ნამდვილად ამასულებს ხელისუფლებაში. ეხლა კი დეპუტატებს ვთხოვთ, კენჭი უყაროთ ბატონი ილია ვაშაკმაძის განცხადებას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, არის მომხრე. მადლობა, უსურვებ ბატონ ილიას ამბულანს წარმატებას. შემდეგი საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის გამო საკრებულოს თავმჯდომარისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ. მინდა წარმოვიდგინოთ კანდიდატურა, რომელიც ბატონ ილიას განცხადების შემდეგ შემოვიდა კანცელარიაში, საკრებულოსი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს და ასევე ორგანული კანონის თვითმმართველობის შესახებ გამგებლის დანიშვნა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოს თანხმობით. გამგებლის დანიშვნა შესაძლებელი არის მხოლოდ საატესტაციო საკონკურსო გამოცდების ჩატარების შემდეგ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე წელი ბიუროს ხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე დანიშნული იყო გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. ჩვენ გვქონდა გუშინდელი დღე, როდესაც რამდენიმე ფრაქციამ, კერძოდ ფრაქცია მაჟორიტარმა და ფრაქცია უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი შეხვედროდა და გასაუბრებოდა გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებლობის კანდიდატს. ეს კანდიდატი გახლავთ ბატონი კონსტანტინე შარაშენიძე. მინდა 2-3 სიტყვით გითხრათ, თუმცა დიდი თქვენი უმრავლესობა იცნობთ ამ ადამიანს, რომ უმაღლესი ეკონომიკური განათლების შემდეგ ეს ადამიანი მუშაობს და საქმიანობს ოზურგეთში. მის ბიოგრაფიაში არის თანამდებობები, რომელიც იწყება სოფლის გამგებლობით და გრძელდება უმაღლეს პურის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობით. მას აქვს გამოცდილება კერძო ბიზნესში საქმიანობით, ასევე არასამთავრობო სექტორში საქმიანობით. ბატონი კოტე იცით, რომ ხელმძღვანელობდა საარჩევნო კამპანიას კოალიცია ქართული ოცნება შტაბის ხელმძღვანელი წარდებოდა. გახლავთ ბატონი კოტე დიდი ოჯახის შვილი და დიდი ოჯახის ხელმძღვანელი, ყავს მეუღლე და 3 არაჩვეულებრივი შვილი. ჩვენ საშუალება მოგვეცა გუშინ ფრაქციის წარმომადგენლებს რომ გავსაუბრებოდით ჩვენი დაინტერესების სფეროებზე კითხვებზე გვეპასუხა. მე ჩემთვის როგორც ცნობილი არის ბატონი კოტე სხვა ფრაქციებსაც შეხვდა. ამდენად მინდა ყოველგვარი თქვა ტექსტების გაგრძელების გარეშე ვთხოვ ბატონ პეტრეს პირველ რიგში რომ დამეხმაროს აგრეთვიანობის წარმოებაში, რადგანაც დეპუტატთა სიით შემადგენლობის უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს ხარი კანდიდატურას და ვახენებ ბატონი კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბატონი კოტეს კანდიდატურას. ვინ არის მომხრე ბატონი კოტე შარაშენიძის კანდიდატურას? სანამ კანდიდატურას დაყენებაზე გადავალთ და ბატონმა კოტემ იქნება 2-4 სიტყვით კითხვებს გვიპასუხოთ. და თქვენც უნდა გვიპასუხოთ რაღაც შეკითხვას ბატონ ვალევო. გადაწყვეტილება მიღებული იყოს კაფეოთ, უბრალოდ ვერ ხედავ ახლა ეს ზედაპირულად ვიზათ, რომ დავინახოთ უნდა. ამ დიდი უმრავლესობა
Lela, rajo, lela. შეულისა რომ ეკენჯისტრაში არ ვიყავ 32 ორი ადამიანმა შეიკავა თავი 32 აუჯილა მხარი მე ულოცავ ბატონ მოვალეობის შესრულება დანიშნას. უსულებს წარმატებებს, სან არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც ბატონი დიმიტრი ბრძანებდა საბიუჯეტო პერიოდი არის დარწმუნებული, რომ აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. რამდენიმე სიტყვით ბატონ ყოდებს რომ მოგესალმებით, თვითფასო საზოგადოება, თვითფასო უზრუნველყოფა. დიდი მადლობა, ბევრ დროს არ დაგაკარგვინებთ. ყველას თქვენი საქმე გაქვთ, რაზეა საუბარი, კარგი ამინდია, სამწისპირია, ყველას თავისი ოჯახი, თავისი საქმე აწუხებს, მაგრამ ძირითადი და აუცილებელი მაინც უნდა ითქვას. ეს საკრებულოს ძალიან დიდ მადლობას უცხადებ. მე მინდა საზოგადოებას და ქალბატონებს და ბატონებს და ჟურნალისტებს მაინც რა თქმა უნდა საჭიროა თვითმმართველობის კანონების ზოგადი ცოდნა. დღეს ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ოზურგეთის რაიონში და ნებისმიერ რაიონში 2014 წლამდე ლეგიტიმური საკრებულოები, რომელსაც აქვს თავისი ფუნქციები. ჩვენ ან 2014 წლამდე, ან 2000 ან ვადამდე თვითმმართველობის არჩევნებამდე კანონით და ყველანაირი უფლებით გვაქვს უნდა ვითანამშრომლოთ ადგილობრივ საკრებულოებთან. ასე რომ აქ არავის არ შეექმნას იმის ილუზია, რომ იქ რაღაცა ასე იყო, ისე იყო. ეგ არის ოზურგეთლებიდან დაკომპლექტებული საკრებულო. მე ვერც ერთი ადამიანი ერთი ორის გარდა ვერ დამანახავს ნაციონალური მოძრაობის მანდატს ამ საკრებულოში. ამ ადამიანებს აქვს თავისი ცხოვრება ამ ოზურგეთში გავლილი და უკეთებიათ საქმე. ჩვენ ოზურგეთმა ჩვენი ქართული ოცნების გასამარჯვებლად იმ ადამიანებმა, ვინც შეიძლება ამ დარბაზში საკრებულოს წევრები იყო, ყველა თავისი პოზიცია ჰქონდა. ჩვენ დავდეთ შედეგი, სერიოზული შედეგი, ჩვენ გავემარჯვეთ ძალიან დიდი პროცენტობით და ნაციონალურ მოძრაობას უთხარით ვარი. ასე რომ აუცილებელი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლა. ამას არაფერი წინ არ ედგა. აქ იყო ერთადერთი რამ, რომ ბატონმა ილიამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება. იმ ადამიანს ჰქონდა თავისი ხედვა, თავისი საქმიანობა, მან იმუშავა, გააკეთა კაცურად, ლამაზად, იქ რაღაცა ჩაუწერა, რაღაცა გაუკეთა, მასე შეიძლება მეცნიერ რაღაცა ჩამიწერა, კაცო, მაგაზე არა საუბარი. მაგას მისი პატრონი ყავს და მისი თავის პატრონია და ეპატრონება მის თავს. ის ძალიან კარგი ადამიანია და ყველაფერს გააკეთებს იმის გულისთვის, რომ მის სამშვილს ეპატრონოს და მის სამეგობროს და საძმაკაცებს. მე მინდა საკრებულოს წევრებს მთხოვო და ძალიან გთხოვთ მომისმინეთ რა. რაც შეეხება ქალბატონი ლელა ნაცვალაძე, რომელიც თქვენი საკრებულოს წევრი ბრძანდება, არ ვიცი რომელი პარტიისაა. ის ადამიანი არის მებრძოლი ადამიანი, ბევრი რამე გაუკეთებია ოპოზიციური სპექტრისთვის. ერთი წუთით რა, ერთი წუთით მე მინდა გითხრათ რომ ხალბატ მე როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჩემო პატე ერთი წუთით მე როგორც მე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილი ვარ არასდროს თუ ვინმეს აქვს რამე შეკითხვა შემიძლია გავცე პასუხი არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილი ვარ მე რომ ქართული ოცნების წევრი არ გამწარიყავი და ქართული ოცნების თქვა ხელმძღვანელი არ გამწარიყავი გურიის ოზურგეთში ხალატის ტოლფასად მივიჩნიე რომ მე ეს ნაბიჯები არ გადამედგა იმიტომ კაც რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქვია სიტყვის კაცი საქმის კაცი მან თქვა რომ ეს სამშობლოს კარგავდი რომ ეს ნაბიჯები არ გადამედგა და მე უფლება არ მქონდა რომ იმ ადამიანის გვერდში არ დამდგარიყავი ყავს ამ ადამიანს ოზურგეთში მეგობარი ბავშვობის ბატონი დავით დარჩია და მე იმ კაცთან ერთად ეს გამარჯვება მოვიპოვე თქვენთან ერთად და საზოგადოებასთან ერთად მე ერთი და მინდა გითხრათ ხალხალარ გულწრფელად ქალბატონ ლელა ნაცვალაძეს მე როგორც ქართული ოცნების ხელმძღვანელი არანაირი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან არც შტაბთან არც პარტიასთან არ აქვს მე ამას ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით
ის ადამიანი არის მებრძოლი, ბრძოლობს, მაგრამ კოალიციასთან მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს. იცოდეთ მინდა ყველა თუ ვინმეს ჩემი კოალიციის წევრები აგერძალდებიან ჩვენი იმ ადამიანს რომელსაც თქვა რაღაც ქართული ოცნების სახელით რაღაცებს საუბრობს და ამბობს რომ ქართული ოცნების ფრაქცია რომელიც შეიქმნა საკრებულოში და არის კოტე შარაშინძის ფრაქცია კოტე შარაშინძეს ყავს მისი ოჯახი კოტე შარაშინძე არის მისი ოჯახი და მისი სამეგობრო და საზმაგაცო კოტე შარაშინძის ფრაქცია როგორ შეიძლება საკრებულოში არსებობდეს კოტე შარაშინძეს თუ კი ვინმე რამე შეეკითხებოდა ლევან ნინიძესთან დაკავშირებით, გაცემდა პასუხს, რომ ლევან ნინიძე არასდროს არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი. ლევან ნინიძე არის საზოგადოების ოზურგეთის შვილია და ოზურგეთის ავტორიტეტს წარმოადგენს და რომელიმე ადამიანს თუ ამ ადამიანზე სხვა შეხედულება აქვს მითხრას. ბატონი დავით დინარაძე, გენეკოლოგი, ბევრი აი საქმის გამკეთებელი, ღირსეული ოჯახის შვილი. რაზეა საუბარი, არასდროს არ ყოფილა დათო დინარაძე ნაციონალური მოძრაობის წევრი და აქტივისტი. იქ იყო მოცემულობა, ამ მოცემულობას ვერავინ ვერ ცვლიდით, მე თვითონ ბრძოლობდი და ყველა თვითმმართველობის არჩევნებში მაქვს მონაწილეობა, მინაღები და ღირსეულად ვარ დანამარცხები, რაზეა საუბარი, მაგრამ მე ხო ვიცი ოზურგეთში ვინ არის, ხო? ასე რომ არანაირი კოტე შარაშინძის ფრაქცია, ქართული ოცნების ფრაქცია აუცილებლად უნდა ასახულიყო რაიონის საკრებულოში და ამ ადამიანებმა, ჩემი გია ბოლქვაძე, ჩემი მეგობარი კაცია, კიდე არანაირად არ უნდა მოხდარიყო ისე რომ არ ასახულიყო სამკაციანი ფრაქცია, ასეთი აკადემიურად ჩაბარებული არჩევნების შემდეგ, თქვათ, როცა ჩვენ თბილისის შემდეგ მეორე ადგილზე გავედით პროცენტული მარჩვენებლით, ოზურგეთი, რომ არ ასახულიყო რაიონის საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქცია. მე მინდა მაგ საკრებულოს მადლობა მოვახსენო ამ ერთობისთვის. საკრებულო არის ერთიანი. საკრებულოს აქვს თავისი ხედვები. რა თქმა უნდა, შეცდომები, უშეცდომა ცხოვრებაში არავინ არ არის, მაგრამ იდენტური არც ერთი საკრებულო არ არის ჩვენ საქართველოში. ყველა საკრებულოში არის პრობლემები. ყველგან მე ინფორმაცია მაქვს, გაზეთს ვკითხულობ, ინტერნეტით პრესას ვეცნობი. ყველგან არის რაღაც კაროები, რაღაც ჩხუბი, რაღაც ისა ოზურგეთმა აკადემიურად შეასრულა დღესაც და შეასრულებს ყოველთვის ჩემი ხელმძღვანელობით, ჩემი გუნდის ხელმძღვანელობით და მთელი ოზურგეთის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვალდებული ვართ, ჩვენ არ აქვს უფლება შეცდომის დაშვების. იმიტომ რომ ბატონ ბიძინას აქვს თავისი ხედვა ოზურგეთზე. ის ფაქტიურად დაბადებული და გაზრდილი არის საჩხერეში, მაგრამ ის არის ოზურგეთელი. მას თავისი ფეხის ნაბიჯები, თავისი შრომის ფასი ოზურგეთიდან აქვს. განაგები ის არის ადამიანი, რომელსაც აგი ამას პირდაპირ ამბობს. მას აქვს თავისი საცხოვრებელი რეზიდენცია, თავისი ძმის ოჯახი, მსოფლიო მნიშვნელობის საკონცერტო დარბაზი 2014 წლისთვის გაიხსნება და მას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და განვითარება ჭირდება. ციცინათელა და რა ვიცი, უამრავი რაღაცები, მეგობრები და ასე რომ ძალიან დიდი ინტერესების ქვეშ იქნება ოზურგეთი. ჩვენ არანაირად არ გვაქვს რაღაც ილუზიები და რაღაც განდიდების მანიებით არა ვართ შეპყრობილი, ჩვენ ვართ ორიენტირებული საქმის კეთებაზე, ამიტომ მე ვინც საქმეში ამყვება, ყველა შემეულო ჩემი თავი და იქ რაღაც პოლიტიკური დივიდენდების დამწერი და რაღაც ქულების დამწერი კაცი მე ნამდვილად არა ვარ, მინდა გულწრფელად გითხრათ, მე მინდა საქმე და ამყევით საქმეში. ყველას გაუმარჯოს, ყველა შემეულო ჩემი თავი. გაიხარეთ და პირველ რიგში მოგილოცავ მიუხედავად იმისა რომ მე არ მივიღე მონაწილეობა თქვენ და ამას ცოტა ხანში თქვენ არ წმუდებით რატომაც არ მივიღე იმიტომ რომ თქვენ ეს ბავშვობის ოცნებაა თქვენი და ამიტომ ნამდვილად გეკუთვნით რომ მოგილოცოთ. ეხლა რა შეეხება რამდენიმე შეკითხვა მაქვს. როგორ მიგაჩნია კომფორტულად იგრძნობს თავს კოტე შარაშინიძე თუ იგი ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან რომლებიც მას მოღალატეს უწოდებდა მის ხელისუფლებას იმ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც თქვენ ასე კარგად ახასიათებთ და რა თქმა უნდა, თელმა საქართველოს მიწის 8 წელი ბიძინა ივანიშვილის და ასე შემდეგ, იგრძნობ თუ არა კომფორტულად თავს. პირველი შეკითხვა ეს არის. მეორე მაინტერესებს ძალიან კარგია სამომავლო გეგმებზე საუბარი, არანაირი პიროვნული რა თქმა უნდა თქვენთან მე არ გამაჩნია, გარდა იმისა, ჩემი შეხედულება დღესაც დამტკიცდა იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობა მაგიჩია ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა, რაც შეეხება ფრაქციას, ფრაქციაში ძალიან ბევრი იმ ფრაქციაში, რომელიც თქვენ შექმნით, არის ძალიან მართლაც საპატივსაცემი ადამიანები. ზოგიერთების გამოკლებით, პიროვნებებს არც მაშინ არ ვეხები, მე დავაფიქსირი აზრი, როცა საკრებულოში კოალიციის წარმომადგენელი არსებობს, იმის ირგვლივ უნდა შექმნილიყო ეს ფრაქცია. ეს არ უნდა ყოფილიყო ამდენი სალაპარაკო, არავისგან. და კითხვა,
თქვენ კარგია სამომავლო გეგმებზე ისაუბრეთ, მაგრამ არაფერი არ გითქვიათ იმასთან დაკავშირებით, იცნობ თუ არა 2012 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს იმ ხელისუფლებამ და იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხარი დაგიჭირეს, უმეტესმა ნაწილმა შეჭამეს და არამიზნობრივად დახარჯეს მილიონები, რაც შეეხება სოფლის პროგრამებს და ასე შემდეგ, დღეს რომ ტრაფარეტულად თავს იწონებს აგერ ბატონი საკრებულოს თავმჯდომარე, იცით თუ არა ამის შესახებ და თუ ითანამშრომლებთ კომისიასთან, რომელიც იკვლევს ამ ყველაფერს და იცით თუ არა ის ბიუჯეტი, რომელიც შემოიტანეს და რომელიც უნდა ძალიან მალე უნდა დაამტკიცონ და რა იცით ამის შესახებ მაინტერესებს. პირველი ინტერესი ხარ, რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას ქართულ ოცნებასთან. ლელა კაცვალაძეს ჰქონდა ამ არჩევნებზე ცალკე შტაბი, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, არასოდეს პრეტენზია არ გამომიხატია იმას, რომ მე ვარ ქართული ოცნების წევრი, თუმცა პირველი დამფუძნებელი ვარ და ეს არ იყო აქ სალაპარაკო თემა. თქვენ ყველაფერს მიაღწიეთ იმისათვის, რომ თქვენ გექნათ ის, რაც გააკეთეთ. ერთი რაც ხო არა და ერთი რამე დააკლდა ამ დარბაზს. წითელი და ლურჯი დროშები და ბუშტები უნდა ყოფილიყო ერთად. შერწყმული, იმიტომ რომ დღეს მე ვერაფერს ვერ ვხედავ. აქ სხვას გარდა იმისა, რომ ასე შეხმატკმილებული ნაციონალური მოძრაობა და ოზურგეთის ქართული კოალიციის წარმომადგენელი რო არის. ეს არ არის ზემოდან დაგეგმილი, თქვენ გარანტია არავის არ მოუციათ, ეს იყო თქვენი იდეა, თქვენ გაგიმარჯვოთ ღმერთმა, წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ მოვლენები ცოტა სხვანაირად რო გავითარდეს, არავის არ გაუკვირდეს მე. იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ქართული ოცნების კანდიდატი დღეს საკრებულოში, თორემ მე ორივე ხელით დაგიჭერდით ხარს. მადლობთ. შემდეგი საკითხი, როგორც მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის